ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, თუმცა რბილად მოქმედებს, სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი და ის მიმოიხილავს, როგორია განწყობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საუბრობს იმაზე, რომ 29-30 აგვისტოს დანიაში ევროპელი მინისტრები არაფორმალურ გარემოში შეიკრიბებიან და ერთგვარად შეაჯამებენ, რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის წერილის საპასუხოდ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ შეუჩერდეს ქართველ ხალხს. ისინი ერთგვარად სამუშაო დოკუმენტს შექმნიან. ამის შემდგომ უკვე ნიუ-იორკში ისინი კიდევ ერთხელ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბებიან და უკვე ფორმალური შეკრება პირველი დიპლომატების იქნება 20 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით მიღებული. ახლა რადევს მაგიდაზე საინტერესებს ყველაზე მეტად მაყურებელს საქართველოს მოქალაქეებს. ამ ეტაპისთვის მაგიდაზე დევს, როგორც რიკარდ ჯოზუაკი წერს მის სტატიაში, ერთი ეს არის ასოცირების შეთანხმების გადახედვა ვაჭრობის საკითხში და მეორე ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ვინაიდან ახლა ყველაზე მეტად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას ნამდვილად სურს, რომ პერსონალური სანქციები დაწესდეს ქართულ ოცნებაზე და ქართველ ხალხს არ შეეხოს ეს სანქცია, თუმცა ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ბლოკავენ ძალიან აქტიურად ქართული ოცნების პერსონალურ სანქცირებას. ამ ეტაპისთვის კი ბრიუსელს ასე ვთქვათ ბრებერკეტი რჩება ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს გადახედოს. კონკრეტული წერილი აქვს ქართულ ოცნებას გამოგზავნილი და ვადა ამ პირობების შესასრულებლად, თუმცა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების განცხადებებს, ისინი ცდილობენ დააკნინონ ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან და ცდილობენ დაიყვანონ ეს პროცესი ვიზის რიგში ჩადგომამდე. რეალურად კი ეს არის ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ვიცით არის ის, რომ იტალია დანარჩენ 7 ქვეყანასთან ერთად ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, ვინაიდან მათი პოზიცია არის ის, რომ ეს პირველ რიგში დააზიანებს ქართველ ხალხს, თუმცა ამ ეტაპზე რაც ცნობილია და რაც ვიცით არის ის, რომ მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა ჭირდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, შესაბამისად რაც ცნობებით ვრცელდება 15 ქვეყნის თანხმობა ამ პროცესს აქვს, შესაბამისად ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე შეიძლება დადგეს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ქართული ოცნება ვისი პოლიტიკის გამო ჩვენი ქვეყანა კარგავს ვიზა ლიბერალიზაციას, უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან და ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. Იგივე მოქალაქეებისთვის ეს არის კატასტროფული ნაბიჯი, რასაც ქართული ოცნება დგამს, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე მინდა გავახსენო საზოგადოებას, რამდენი დღე გვიწევდა რიგში დგომა, რეგისტრაცია იმისთვის, რომ ჩვენ მოგვენახულებინა ჩვენი ოჯახის წევრები, ვინც 90-იანი წლებიდან ევროპაში არის წასული და იქ მუშაობს და იქიდან აცოცხლებს საქართველოში ოჯახებს, რამდენი სტუდენტი წავიდა ევროპაში პროგრამებზე მარტივად, რამდენმა ჯანმრთელობის პრობლემის ადამიანმა შეძლო სწრაფი გადაადგილება ევროპაში, ფიზიკურად სიცოცხლე გადაირჩინა, იმიტომ რომ რიგში არ მოუწია ჩადგომა. ეს არ არის მხოლოდ ვიზებს ავიღებთ და წავალთ მარტივ, როგორც ამარტივებს ამას ქართული ოცნება. ევროპამ უთხრა ძალიან მკაფიო რეკომენდაციები გასცა ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ, რომ თუ გინდათ ევროპასთან გქონდეთ უვიზო მიმოსვლა, თუ გინდათ გახდეთ ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ეს არის ის სტანდარტები, ეს არის ის ღირებულებები, რითიც ცხოვრობ. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, არჩევნები არ უნდა გააყალბოთ, პოლიტიკური პატიმრები ციხეებში არ უნდა გეჯდეთ. და ამათ იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ რეკომენდაციების, ამ დათქმების შესრულება არ უნდათ, ამიტომაც შედეგად დგება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ძალიან სამწუხარო მოვლენა არის, გარდა აი ამ ყოფითი მიმოსვლის და მოგზაურობის გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ევროკავშირი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, იმ კრიტერიუმების, რომლის შესრულებასაც გასული წლების განმავლობაშიც ითხოვდა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ქვეყანაში და უნდა გაუქმდეს ისეთი კანონები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ხვდავს. საპასუხოდ კი ქართული ოცნების პროპაგანდას ხედავთ ჩვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ისინი საბჭოთა კავშირს ადარებენ პირდაპირ. ევროკავშირს რეალობა კი არის ის, რომ თავარი, რაზეც ახლა სურს ბრიუსელს იმოქმედოს, ეს არის პერსონალური სანქციების
დაწესება ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, როგორც ივანიშვილზე, ასევე ქართული ოცნების ლიდერებზე და მოსამართლეებზე, რაც მთავარია, თუმცა ამ ინიციატივას და წინადადებას აქტიურად ბლოკავს ქართული ოცნების მეგობარი ვიქტორ ორბანი, ანუ მოცემულობა არის ისეთი, რომ ქართული ოცნება მზად არის თავი გადაირჩინოს და დასანქცირდეს მაგალითად ქართველი ხალხი, ვინაიდან ბუნებრივია მათ აქვთ აქტიური კომუნიკაცია უნგრეთთან და სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად ხდება ის, რომ ვიქტორ ორბანი ვეტოს ადებს პერსონალურ სანქცირებას, ამ შემთხვევაში კი გეგმა B-ზე მოუწევს მუშაობა ბრიუსელს და შესაძლოა სწორედ 20 ოქტომბერს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს შეუჩერდეს. ოცნებამ ამუშავა ძალიან მავნე პროპაგანდა საზოგადოების მოსამზადებლად, როგორ შეფუთონ მათ უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მათ არ უცდიათ საკუთარ ამორჩეველთან ეცადათ იმ ძალიან მინიმალური პრინციპში მოთხოვნების შესრულებაზე დაეწყოთ კომუნიკაცია და ეთქვათ, რომ იცით რა, აი მე თქვენთვის ქართული ხალხისთვის მზად ვარ, უკან წავიღო რუსული კანონი და ამითი პრინციპში ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ ისე, რომ აღებული ავტორიტარიზმისკენ კურსი არ შეეცვალათ. რადგან ეს არ გააკეთეს, ნიშნავს, რომ მათი განზრახვა, ამოცანა, უვიზო მიმოსვლის გაუქმება ამ პერიოდში გაუქმებამდე საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილის ემიგრაციას ელოდებიან, ანუ იმ 300,000 დაემატება კიდევ რამდენიმე ათასი, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გავიდა და ამის შემდგომ დაიწყებენ ბელარუსის ტიპის რეჟიმის საბოლოო გამტკიცებას. მოთხოვნა აქვს ქვეყანას, რომ გაგრძელდეს ვიზა ლიბერალიზაცია და არც ერთი მათგანი არათუ შესრულებული არ არის. არამედ წინა ანგარიშში შემდგომ კვეთრად არის გაუარესებული მდგომარეობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირში დღის წესრიგში დადგა საკითხი სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, იმის გამო რომ კონსენსუსით ვერ იღებენ ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად გადაწყვეტილებას, რომ დაუწესდეს კონკრეტულ პირებს მათ მიერ უფლებადარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით სანქციები, ევროკავშირი განიხილავს სამწუხაროდ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს, როგორც პასუხს ქართული ოცნების მხრიდან გატარებული რეპრესიებისა. წლების მუშაობის შედეგად 2017 წელს საქართველოს მოიპოვა ვიზა ლიბერალიზაცია და ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს ქართული ოცნებაც ზეიმობდა ამ ფაქტს და საკუთარი საგარეო პოლიტიკის მიღწევად აფასებდა ვიზა ლიბერალიზაციის გაფორმებას. ახლა 8 წლის შემდეგ კი ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ ჩვენ ქვეყანა შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია, რაც ანალიტიკოსების და ოპოზიციის შეფასებით იქნება საქართველოს იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავება.